დილამშვიდობისა დღეს 21 მაისია, ხუთშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ ელისაბედ დაბულაძესთან ერთად. ყველას გილოცავთ ამაღლების საუფლო დღესასწაულს. დღეს ამაღლებას უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისში საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურება 10 საათზე დაიწყება. ახლა საეკლესიო კალენდრის დრო არის ჩვენს ეთერში. შევიტყოთ ამაღლების დღესასწაულთან ერთად, ასევე რომელი წმინდანები მოიხსენიება დღეს და შემდგომ უკვე ანონსით დაგიბრუნდებით. მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს უფალ იესო ქრისტეს ამაღლებას და მოიხსენიებს ფერეიდანში ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსლიმთაგან წამებულ ქართველებს, წმინდა მოციქულსა და მახარებელ იოანე ღვთისმეტყველს, ღირს არსენი დიდს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, სწორედ მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულის შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად. შემოგვიერთება ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი რევაზ მუჯირიშვილი და ვისაუბრებთ დღევანდელი დღესასწაულის საღვთისმეტყველო სიმბოლური მიმართულების შესახებ. გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოში მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იყო რამდენიმე მძიმე შემთხვევა, სტატისტიკა, პრევენციული ღონისძიებები და სიახლეები აღნიშნულ სფეროში. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთება ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ბატონი ირაკლი იზორია. ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ამინდის პროგნოზის დრო არის ჩვენს ეთერში. შევიტყოთ როგორი ამინდი გველოდება თბილისსა და სრულიად საქართველოში და შემოგვიერთება მამა დავით მექვაბიშვილი, როგორც გითხარით. დილამშვიდობისა, ყველას გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს კიდევ ერთხელ. პირველი სტუმარი შემოგვიერთდა ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. მამა დავით, დილამშვიდობისა, დაგლოცეთ, გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. დილამშვიდობის, ღმერთმა დაგლოცოთ და შეგვეწიოს ღმერთი რომ აუმაღლდეთ
მიწიერ ცხოვრებაში და სულიერად ვიცხოვროთ. ამინ, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. სწორედ დღევანდელი დღესასწაულის არსის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ. ჩვენ ვიცით რომ აღდგომიდან მე-40 დღეს, მე-6 კვირის ხუთშაბათს, ამ დღევანდელ დღეს აღინიშნება ამაღლების დღესასწაული, რომელიც არის მოძრავი აღდგომის შესაბამისად. აი სწორედ რას ვზეიმობთ დღეს, რას ნიშნავს დღევანდელი დღესასწაული, ამაზე გვინდა რომ ვისაუბროთ. მრავალს დავესწროთ, თქმა უნდა ძალიან ესეთი სიღრმისეული დღესასწაულია, მრავალი კუთხით შეიძლება ჩაუღრმავდეთ ჩვენ დღევანდელ აღნიშნულ ქრისტეს ამაღლების დღესასწაულს. პირველ რიგში, თქმა უნდა, ისტორიულ ჭრილში როგორ მოხდა და როგორ არის ეს მინდა წელში მოთხრობილი, ეს გავიხსენოთ. ვიცით რომ უფალი როდესაც აღდგა მკვდრეთით, ამის შემდგომ 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა მოციქულებს სხვადასხვა სახით, ამცნებდა მათ სათასასუფეველის შესახებ ყოველივეს, თუ როგორ მოეწყოთ ეკლესიები, როგორ ეკადაგა და ყველაფერს აბსოლუტურად, რაც მათ სულიერ მსახურებაში შედიოდა, ხოლო მე-40 დღეს უკვე საბოლოოდ მაცხოვარმა იესო ქრისტემ აკურთხა თავისი მოციქულები და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცაში. მაკურთხეველი ხელი. დიახ და აი ეს უფლის ამაღლება ზეცაში წმინდა წერილის წიგნში გვაქვს ჩვენ მოცემული ახალი აღთქმის. ეს არის მარკოზის ახარება, სადაც საუწყებია ქრისტეს ამაღლების შესახებ, ასევე ლუკას ახარებაში და საქმე მოციქულთაში. ახლა ლუკა მახარებელი არის ავტორი საქმე მოციქულთაშიც და ყველაზე მეტად სწორედ ლუკა მახარებელი ეხება უფლის ამაღლებას. მინდა იოანე ოქროპერი ამბობს, რომ ესეთი სამი სასწაულს გამოყოფს კაცობრიობის ისტორიაში. ბუნებრივია, მრავალი სასწაული იყო ყოველთვის სამყაროს შექმნიდან აქამდე, ბევრი სასწაული ხდება, მაგრამ სამი სასწაული ნამდვილად გამორჩეულია. ეს არის მესიის ქალწულის გენშობა უმამაკაცოდ, ქრისტეს აღდგომა უკვე უხრწნელ სხეულში და მესამე ეს არის ეცად ამაღლება, როდესაც ადამიანური სხეული, რომელიც აღადგინა ქრისტემ უკვე დასვას ეციური მამის მარჯვნივ და რა თქმა უნდა ეს არის ის სასწაულები, რომელიც სხვაზე ვერ განხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ განკაცებულ ღმერთს უკავშირდება. ბუნებრივია, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებიც უნდა გავიხსენოთ ქრისტეს ამაღლების შესახებ, და ყველაფერი რაც უფალმა აღასრულა, ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულება, რაც ჩვენს გადარჩენას უკავშირდება, წინ და წინვე იყო მოთხრობილი წინასწარმეტყველების მიერ. განსაკუთრებული ამ კუთხით არის ფსალმუნის წიგნი, სადაც არაერთი წინასწარმეტყველება არის ქრისტეს ამაღლების შესახებ. ამაღლდით სათაშინა ღმერთო და ყოველსა ქვეყანასა დაარსდიდება შენი ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისათ. ასევე რქვა უფალმა, უფალსა ჩემსა დაჯეთ მარჯვენი ჩემსა, ვიდრე მტრის დავსხნე მტერნის შენი ქვეშეფერხთა შენთა. და ბუნებრივია, ამაღლებასთან ერთად არის სეციური მამის მარჯვნივ დაჯდომა. რასაც ვკითხულობთ ჩვენს ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოში. დიახ. და ეს ყველაფერი, როდესაც გვესმის ჩვენ, რომ აი ღმერთი, თქვათ, მოვა, ღმერთი ჯვარზე გაიკრება და ეს ყველაფერი ძალიან ხშირად იქადაგება ეკლესიებში. ქრისტეს აღდგომა, მისი ზეცად ამაღლება, ზეციური მამის მარჯვნივ დაჯდომა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი უკავშირდება ადამიანურ ბუნებას, ღმერთი ყველგან არის და ღმერთის ეს ასვლა და ჩამოსვლა და დაჯდომა და ადგომა, რა თქმა უნდა, ცოტა გაუგებარი იქნება, ეს ყველაფერი რომ არ მოვათავსო და ჩავსვათ იმ ჭრილში, რომ ღმერთმა მიიღო ადამიანობა და აი ამ ადამიანური ბუნებით ის გარშემოწერილი გახდა, როგორც საღვთო ბუნებით, როგორც ღმერთის გარეშე უწერილია. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის უფლის ეცად ამაღლება, ჩვენი გადარჩენის და ჩვენი გამოხსნის სრულყოფა. ღმერთის მოსვლის მიზანი იყო ის, რომ ჩვენს ეცაში დავებრუნებინეთ და სწორედ ქრისტეს ეცად ამაღლებით ჩვენ ბრუნდებით ეცაში და მოხდა ისეთი რამ, რისი გააზრებაც, თქმა უნდა, ძალიან დიდ სიყვარულს და ძალიან დიდ დაფიქრებას საჭიროებს. აი ჩვენებურია ეს ბუნება, ჩვენ ხო სულიც გვაქვს, სხეულის, ეს გონება, გული, ყველაფერი რაც არის ჩვენს ადამიანობაში,
აღვადგინა უხრწნელ სხეულში და უკვე აი ამის შემდგომ დაგვსვა მაცხოვარმა იესო ქრისტემ ზეციური მამის მარჯვნივ ჩვენებური ბუნება დღევანდელი მონაცემებით არის ზეციური მამის მარჯვნივ თომარე თავად ღმერთს აქვს ეს ჩვენებური ბუნება ასე რომ ჩვენ ყოველდღე უნდა ვიაზრებდეთ აი ამ დიდ მოვლენას რადგანაც როგორც პავლე მოციქული ბრძანებს ჩვენი მოქალაქეობა უნდა იყოს ცათაშინა ამ ცხოვრებას ეკლესია უწოდა წამისოფელი ძალიან ჩქარა მიდის ეს დრო და ყოველდღურად უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს რომ ჩვენი მოქალაქეობა ნამდვილად ცათაშინა არის და ეს გული ნუ დაგვწყდება იმ პრობლემებზე იმ უძლურებებზე იმ სნეულებებზე რომელიც გვაქვს რადგანაც დადგება ჟამი ჩვენი განახლების ნუ დღევანდელი მონაცემებით ეხლა ვინც არიან ეხლა სასუფეველში წმინდანები ბუნებრივი ესენი სულით ხარობენ და სულით დღესასწაულობენ უფალი კი ამაღლდა ზეცად და დაჯდა ზეციური მამის მარჯვნივ მაგრამ ნუ ეს უკვე გამოხსნა და ეს დიდი მოვლენა რომ ჩვენ ზეცაში სხეულითაც უნდა ვიყოთ აღსრულებული არის მაგრამ ეს მოხდება უკვე ქრონოლოგიურად დროის კუთხით მეორად მოსვლის ჟამს, როდესაც ყველა სხეული აღგება საფლავისაგან და ეს დიდი შეერთება სწორედ მაშინ მოხდება და დიდი სიხარული. მამა დავით, აი ცოტა გვიჭის ხოლმე ადამიანებს იმის გააზრება, რომ აი რაც ძანეთ მოქალაქეობა რომ ცათაშინა არის ადამიანისა და ვთქვათ აი არა მხოლოდ მიწიერს მიწას ეკუთვნის ადამიანი, არამედ მისი მიწიერი ცხოვრების ჟამს ზეცასაც ეკუთვნის და მუდამ გმართებს საკუთარ თავზე და მიწიერზე ამაღლება. აი ვთქვათ როდის მოდის და როგორ მოდის ეს ამის გაცნობიერება და როგორ უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე ამაღლება. ნუ ეს რა თქმა უნდა სწავლა სიკვდილამდე შენია, როგორც არის ეს ჩვენ და ჩაბეჭდილი გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანაც და ვიცით რომ ესე მეხსეულად ბუნებრივია არ ხდება სულიერი სრულყოფილების მოპოვება ის ასე ვთქვათ საცტური რა საცტურმა ჩვენ 60-დან გამოგვაგდო როცა უცებ მოვინდომეთ ღმერთივით სრულყოფილები გამختარიყავით ბუნებრივია ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს რომ ესე არ იქნება და თქო უნდა მთავარია ჩვენი მონდომება ჩვენი სურვილი ქრისტესთან ერთობის და თანდათანობით ეს პრიორიტეტები დაალაგდება ჩვენში რა თქმა უნდა ძალიან რთული არის ადამიანობა ძალიან რთული არის ქრისტიანობა აქეთ მიწიერი ცხოვრება სავალდებულო საქმეები ოფლით და შრომით უნდა მოვიპოვოთ არსობის პური მონასტერში ცხოვრობ თუ ოჯახი ყავს თუ რასაც არ უნდა აკეთებდე მარტივად ვერ ცხოვრობ და თქმა უნდა ძალიან დიდი სიბრძნე გინდა რომ ეს მიწიერი ცხოვრების ეს საქმეები და დღეები დაალაგო მაგრამ თქმა უნდა არ უნდა დაგვაგვიწყდეს რომ თავარი არის ის რომ პირველად ვეძიოთ ცათა სასუფეველი და სიმართლე მისი და აი ეს ყველაფერი მოგვეცემა და შეგვეძინება ჩვენ. აი როდესაც ისევ და ისევ დაუბრუნდეთ ამაღლების დღესასწაულის ამ შინაარსის განხილვას ძალიან მოკლედ არის მოთხრობილი ეს ბიბლიაში და ბუნებრივია მრავალი სიღრმისეული განმარტება ახლავს თითოეულ დეტალს რაც დაწერილი არის წმინდა წერილში მოციქულებისთვის აი აღდგომა უფრო მეტად განსაკურვებელი იყო და დაუჯერებელი ვიდრე ზეცად ამაღლება იმიტომ რომ ხა ვერ იჯერებენ იმას რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით თომა მოციქულმა ითხოვა რომ საკუთრივ თუ არ შევეხები არ ვირწმუნებ ხოლო ზეცად ამაღლება შეულებრივად ისე კი რა თქმა უნდა განსუფრებული თვალებით უყურებენ მოციქულები მაგრამ ამაში უკვე ლოგიკურობაც იყო იმიტომ თუ ამაღლდა თუ აღდგა ქრისტე მკვდრეთით და მას შეუძლია რომ დახშულ კარებში გავიდეს მისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის მეხსეულად ეცხადება მოციქულებს მეხსეულად ქრება ამის შემდგომ რა თქმა უნდა ისინი იმედის თვალით შეხურებენ ქრისტეს რომელიც ზეცად მაღლდება და რა თქმა უნდა მათ ჰქონდათ ცნობელობა იმისა და მეხსიერება იმისა რაც მოხდა ძველ აღთქმაში ჩვენ გვაქვს ორი ეპიზოდი სადაც ძველი აღთქმის ორი დიდი გამორჩეული მოღვაწე ზეცად ამაღლდება ელია და ენუქი ნუ ელიას ამაღლება რა თქმა უნდა უფრო სიღრმისეულად არის გადმოცემული მეფეთა წიგნში
სადაც ის ცეცხლოვანი ეტლის მიერ მაღლდება ზეცაში და უნებრივია ეს ყველა ისრაელიანმა, ყველა ებრაელმა, ყველა მოწმუნე ადამიანმა იცოდა და უნებრივია ახლა მაცხოვარი რამდენად აღმატებულია ხომ ყველა წმინდანზე, თავად არის სიწმინდის და კურთხევის მომცემი და მოციქულები აი ესე უკვე ქონდათ ეს ყველაფერი წარმოდგენილი და ქრისტე მაღლდება მათ თვალთა წინაშე და იქვე ორი ნათლით მოსილი ადამიანური ასე თქვათ სახით თეთრით მოსილნი ორი პიროვნება ანგელოზი იყო მოციქულებთან ერთად რომლებმაც უთხრეს მოციქულებს რომ აი ეს იესო რომელიც იხილეთ ეცა დაღმავალი ამგვარადვე მოვა ის თქვენთან რომ აი აქ უკვე საუბარი იმაზე რომ ეს მეორე მოსვლა ასევე იქნება აი ამ კაცობრივი სხეულით ჩვენ ქრისტეს უკვე ზეციდან მოველით და ძალიან ხშირად მორწმუნეებს ეშლებათ ხოლმე ესა და ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ აი ეს ადამიანური ბუნება ადამიანური სხეული რომელიც მიიღო ქრისტემ რომელთაც ჯვარზე გაეკრა რომელთაც აღდგა მკვდრეთით ამავე სხეულით ამაღლდა ის ეცაში და ამავე სხეულით მოვა ის მეორე მოსვლის ჟამს და აი ამ სხეულს ღმერთი არასდროს აღარ მოიშორებს ეს მოხდა ისეთი რამ რაც რა თქმა უნდა რწმენით უნდა გავიაზროთ და ცოტა დაუჯერებელია რა თქმა უნდა და ვინც ეს არ დაიჯერა ის გადავიდა ჭეშმარიტი სარწმუნოების გზიდან იმდენად უყვარვართ ღმერთს და იმდენად გამორჩეული არის ადამიანი ღმერთისთვის რომ ღმერთმა მიიღო ადამიანობა და აი მიზანი რა იყო ყველაფრის რომ ჩვენ აღვედგინეთ და ზეცაში ავემაღლებინეთ და თვითონ ეს მეორე მოსვლაც როდესაც ჩვენ გვესმის ძალიან ხშირად საპანიკური შიში მოგდის და იყოს უფრისნება ეხლა ჩვენ მეორე მოსვლა ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერ წუთს შეიძლება ყოველი დღე შეიძლება იყოს ანუ საშინელი სამსჯავრო და უფალთან წარდგომა ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება იყოს ყოველ წამს ხო? დიახ და ეს რა თქმა უნდა ესეც იქნება თავის დროზე უბრალოდ არავინ არ იცის ეს როდის იქნება მაგრამ რომ იქნება ცხადია რადგანაც უფლის თითოეული სიტყვა არის ჭეშმარიტი. ნუ სანამ რა თქმა უნდა ეს მოხდებოდა უფლის ამაღლება უფალმა დამოწყვრა თავისი მოციქულები და უთხრა მათ იერუსალემს ნუ განეშორებით არამედ მოელოდეთ აღდგომასა მამისასა რომელიც გესმათ ჩემგან რამე თუ იოვანე ნათელსემ და წყლითა ხოლო თქვენ ნათელიღოთ სულითა წმინდითა არა მრავალთა ამათ ხეთა შემდგომად ბუნებრივია მოციქულებისთვის კაცობრივი მდგომარეობით ადამიანური გაგებით მოდი ესე ვთქვათ ნუ მეორეჯერ განშორება მაცხოვართან რა თქმა უნდა არ იყო ესე მარტივი თუმცა გახარებულები აი ტროპარშიც ესე წერია ამაღლდი დიდებით ქრისტე ღმერთო ჩვენო და მხიარულ ყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმინდისათა განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით რამე თუ შენ ხარ ძეღმრთისა მხსნელი სოფლის ანუ აი აღთქმის მოლოდინში რა აღთქმაც მისცა უფალმა ისინი არიან გახარებულები არა და თითქოს ძალიან ისეთი ძიმე უნდა იყოს ეს განშორება მათი მასწავლებელი მოძღვარი რომელიც მათთან ერთად იყო აი ხედავენ რომ მაღლდებაზეცად და ღრუბლებში უჩინარდება. ხაი თანათანობით უფალი იესო ქრისტე ამაღლებს მოციქულებს სიწმინდეში, ჭეშმარიტების განცდაში, მაგრამ მაინც აი ჩვენ უნდა ვთქვათ ის რომ სანამ სული წმინდა არ გარდამოვიდა მოციქულებზე და სანამ ეს დიდი მადლი არ გადმოიყვარა მათზე, მანამდე კიდევ ბევრი ეშლებოდათ მოციქულებს, თუნდაც აი ამ ბოლო დიალოგის დროს მოციქულები ესეთ რამეს ეტყვიან ქრისტეს რომ უფალო ამაჯამთა ყვალად მოაგო სასუფეველი ისრაელსა ისევ და ისევ მიწიერის სამეფოს აღდგენაზე ესაუბრებიან ქრისტეს და ბუნებრივი აქ უფალი ესე აღარ განუმარტავს იმიტომ რომ ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო აი ესე იგი ადამიანური ბუნება ჩვენი დაცემული ბუნება თავისას აკეთებდა ასე მიწიერ და მატერიალურ კითხვებს ვამდა მაგრამ უფალმა რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცოდა რომ სული წმინდის გარდამოსვლის ჟამს უკვე მათ აი ეს ყოველგვარი ყოველგვარ ასე ვთქვათ შეკითხვაზე პასუხი მიეცემოდათ იმიტომ რომ ეხლა თავად უფალმა თქვა მიწიერი ცხოვრების ჟამს შთაუნერგა მოციქულებს რომ მე იმისთვის არ მოსვლო რომ მიწიერი მეფე გავხდე მე იმისთვის არ მოსვლო რომ აქ შეკრიბო თქვენ რა თქმა უნდა ეს სურვილი ქონდა ქრისტეს მაგრამ ჩვენ არ დავაცადეთ ჯვარზე გავაკარეთ და გავდევნეთ ის
ამ ყველაფერს უფალმა შეაზავა ჩვენი საუკუნო ცხოვრება და აი ეს სიტყვები იერუსალემს ნუ განეშორებით და ის სიხარული, რომელიც აი მოცემული არის ლუკას ახარებაში, რომ სიხარულითა დიდითა მოიქცეს იერუსალემ და მოციქულებიო, აი ამ სიხარულის მოპოვება სჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თავგანწირვა და ძალიან დიდი თავდადება. აი ეს თავდაპირველად რომ უთხრა მოციქულებს, რომ ყველაფერი დატოვეთ და მე გამომყევით, აი ამის შემდგომაც ხომ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს მოციქულებმა, ძალიან დიდი გზა გაიარეს სრულყოფილი რწმენისაკენ. აი ჩვენ როდესაც მივახცევთ სრულყოფილ რწმენას, აი ამ გზისკენ წავალთ, მაშინ შემოვა ეს სულიერი სიხარული, თორემ აი ხა ამაღლების დღესასწაული სამწუხაროდ ისეთი პოპულარული არ არის ზღვარა ჩვენს ერში, ანუ სხვა დღესასწაული. გულისხმობთ, ანუ ხალხის სიმრავლეს მრევლის თვალსაზრისით? ალბათ პირველ რიგში ეს არის რომ ისე ვერ ვაცნობიერებთ არს და აქედან გამომდინარეც არის ის რომ თქვათ აი 4-ჯერ მეტი ადამიანი იკრიბება ეკლესიაში აღდგომის დღესასწაულზე, იგივე ქრისტეშობის დღესასწაულზე, ვიდრე ამაღლების დღესასწაულზე და ნამდვილად არანაკლები დღესასწაული არის უფლის ამაღლება და აი ეს იერუსალემს ნუ განეშორებით შეიძლება ჩვენ ისეც გავიგოთ რომ ჩვენს გულში ვიყოთ ეკლესიას ნუ განვეშორებით, იმიტომ რომ აი თავდება რა დიდი მარხვა და დგება აღდგომის დღესასწაული მერე ჩვენ სხვადასხვა რაღაცა ხელისშემშლელი ფაქტორებიდან გამომდინარე ვივიწყებთ ჩვენს მთავარ ასე ვთქვათ რაც არის საზრისი ჩვენი ცხოვრების ვივიწყებთ იმას რომ ქრისტეს გარეშე სიცოცხლე არ არსებობს, სიხარული არ არსებობს და სხვა პრიორიტეტები ჩდება, იმიტომ რომ ეხლა გვაქვს იმისი გამოცდილება რომ დილითაც დაგვინიშნავს წირვა, ღამისთევითაც, მაგრამ ღამისთევის წირვიდან მობრძანდებით ახლა ჩვენთან და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. დიდი მადლობა და ჩატარებული. მაინც არ ვარ მე როგორც მოძღვარი კმაყოფილი, ხა მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ესე პრაქტიკულად წავიყვანოთ, არ გავწელოთ, მოდი ესე ვთქვათ ეს. ანუ მრევლის სიმრავლეს გულისხმობთ? დიახ, მრევლის სიმრავლეს და სამუშაო დღე არის და ალბათ ესეც გასათვალისწინებელია ამ მიმართულებით თუ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ღამისთევაზე ვინც მოვა, შემდგომ ძალიან გაუჭირდება ალბათ სამსახურში წასვლა. დიახ, მამადავით, აი ამ ტროპრის მეორე ნაწილი, ამაღლების ტროპრის მეორე ნაწილიც მინდა რომ წავიკითხო. თეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუფლით და ცად აღმოსავლით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ, არა დაგიტევნე თქვენ ობლად მოვიდე სულითა თქვენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქვენგან, რომელმა მოანიჭეს სოფელსა დიდი წყალობა. პრინციპში ამ შინაარსზე თქვენ უკვე ისაუბრეთ, ანუ რა აღთქმა მისცა მოციქულებს უფალმა და აი მინდოდა მეკითხა სწორედ მოციქულების მდგომარეობაზე, ვიცით რომ აი განსხვავებულია მათი მდგომარეობა ვიდრე აღდგომამდე, შემდგომ აი აღდგომიდან უბრალოდ ჯვარცმამდე, ჯვარცმიდან აღდგომამდე, აღდგომიდან ამაღლებამდე და ამაღლებიდან უკვე სულთმოფენობამდე. სულთმოფენობა ვიცით რომ ეკლესიის დაბადების დღე არის. აი მათი მდგომარეობა როგორი არის უკვე აი ამაღლების შემდგომ პერიოდში, როდესაც არის მოლოდინი უკვე რომ სულიწმინდის მადლით ისინი უნდა განიბრძნონ და უქადაგონ მთელს დედამიწას ჭეშმარიტი ღმერთი და ღვთის სიტყვა. ისინი გახარებულები არიან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ის რაც ჩვენ დღეს გვაკლია, მათ შორის ქრისტიანებს, რა თქმა უნდა, ხო, როცა თავარი პრობლემა რაც იყო სიკვდილი და ეშმაკი უფალმა იესო ქრისტემ უკვე მოგვაშორა, თანა აღვადგინა, თანა აქვსხნას ეცათაშინა, აი ამის გამო მაინც რაღაცა ეს მიწიერი რაღაც დანაკლისები, პრობლემები ასე შემდეგ რაღაცნაირად ისე დეპრესიაში და უიმედობაში გვაგდებენ რომ ღმერთის იმედს და მომავლის იმედს რომ აი ჩვენ ამხელა სიხარული და ამხელა ბედნიერება გველოდება ცათაშინა კარგავთ და ქრისტიანობა ეს არის რომ ეს სასუფეველი სიხარული აქვე უნდა მიიღო ხო აი როგორც ამბობს უფალი რომ მის გარშემო მყოფებზე და ზოგადად მიწიერ ცხოვრებაში მყოფ ადამიანებს რომ არიან აქა მდგომარენ რომელთაც არ აიხილონ გემოის სიკვდილისა ვიდრე აიხილონ სასუფეველი მთისაიოდ აი უნდა ვეცადოთ რომ აი ეს რაც ჰქონდათ მოციქულებს სიხარული ქრისტეს დამაღლების დროს აი ეს მოვიპოვოთ ჩვენ რაც რა თქმა უნდა სულიერი ეკლესიური ცხოვრებით არის შესაძლებელი და აი ამის შემდგომ ისინი ბრუნდებიან ტაძარში და არ განეშორებოდნენ ტაძარს იყოფოდეს ტაძარს სამაშინა მარადის აკებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა და აგრეთვე აქვთ მოლოდინი რომ გადმოვა მათზე სული წმინდა იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ უფალმა ამაზე ყურადღება გამომახვილა მოციქულებს სანამ ის
იყო მათთან ჯვარცმამდე, ჯვარცმის და მკვდრეთი დაღგომის შემდეგაც უფალი არაერთხელ გაუმახვილებს მოციქულებს ამაზე ყურადღებას, რომ უნდა მიიღონ მათ სულიწმინდა. მხიარულ ყავ იგინი აღთქმით ამით სულისაწმინდისათაო და ესეთ რამეს ეუბნება უფალი მოციქულებს, რომ თქვენ, როდესაც გესმით ჩემი წასვლის შესახებ, უნდა გაგიხარდეთ, რადგანაც მე თუ არ წავალ, ნუ გეშენის მძემელი კი არ მოვა თქვენთან, ხოლო თუ მე წავალ, მე მამისაგან მივიღებ იმის ხელმწიფებას, რომ მოგფინოთ თქვენ სულიწმინდა, რომელიც თქვენ მოგახსენებთ ყოველივეს. უნებრივია ეს ადამიანში ძალიან ბევრი ინფორმაცია არის, ძალიან ბევრი კარგი არის და ძალიან შეიძლება გვავიწყდება ჩვენ ეს ყველაფერი და აი სულიწმინდის მოსვლასთან ერთად მოციქულებს მიეცემოდათ სრულყოფილი მეხსიერება, რომ გაეხსენებინათ ყველა ის შემხებლობა ქრისტესთან, ყველა ის სიტყვა, ყველა ის მცნება, ყველა ის ქადაგება და შემდგომში ეს გადაეცათ შემდგომი თაობისთვის ექადაგათ ეს ყოველივე და აგრეთვე სულიწმინდის მოსვლა იქნებოდა უდიდესი ნუგეში მოციქულებისთვის, უდიდესი ენერგიით აღსება, სხვადასხვა ენებზე მეტყველება, ეკლესიის დაფუძნება და სრულყოფილი სარწმუნოებით აღსება და ბუნებრივია მოციქულები უკვე თანდათანობით იწყებენ ქრისტეს სიტყვებზე მინდობას, რომ თქვენ არ დაგტოვებთ ობლად, არამედ მე მიუხედავად რომ ზეცაში მივდივარ, ვიქნები ყოველთვის თქვენთან. ახლა ეს რა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისაგან. მოციქულებმა ისწავლეს ქრისტესთან სულიერი ერთობა, სულიერი ურთიერთობა. ეს არის ძალიან ნიშანდობლივი. და აგრეთვე მათ აქვთ მოლოდინი სულიწმინდის მიღების და ეს ქრისტიანობაში ესე არის, ხომ? გვიხარია ის, რომ დღეს ჩვენ თქვათ ამაღლების დღესასწაულში ვართ, ეს წარსულის მოგონებები ყოველთვის რაც ჩვენ გზა გავიარეთ აქამდე და მოვედით შეგვიძლია ეს ყველაფერი გავიხსენოთ, რომ უფალი ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო, ყოველთვის გვეხმარებოდა და ხვალინდელი დღის იმედი ყოველთვის გვაქვს ჩვენ ქრისტიანებს, რომ ესე იგი ისევ და ისევ ჩვენ გველოდება მეტი და მეტი მადლის მიღება. აი ეს მადლის მზარდობა, რომ არაზომით მოსა მადლი ღმერთმა გქონდათ მოციქულებს და ჩვენც ეს უნდა გავიაზროთ. ხვალინდელი დღე იქნება ყოველთვის უფრო ზოგადად აი ეს მომავალი იქნება უფრო მეტი მადლის მომცემი. აი ეს გქონდათ მოციქულებს და ჩვენც ამგვარად უნდა ვიცხოვროთ. დიახ, იმედიანი განწყობით და უკეთესი მომავლის იმედით. მამა დავით, აი ჩვენ საუბრობთ ახლა ამაღლების დღესასწაულზე და საუბრობთ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ისტორიულ მოვლენაზე, რომელიც მოხდა გარკვეულ დროში და გარკვეულ სივრცეში, გეოგრაფიულ არეალში, იერუსალიმში, ელეონის მთაზე. კონკრეტულად, თუმცა ამ მოვლენას აქვს მარადიული მნიშვნელობა, თქვათ, არ დარჩენილა ის პირველ საუკუნეში და აი სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, აი თანამედროვე ქრისტიანისთვის მთავარი გზავნილები რა არის, აი მნიშვნელობა დღეს თანამედროვე ქრისტიანის მიერ გააზრებული ამაღლების დღესასწაულისა, ამაზეც რომ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, პირველისად უნდა ვიცხოვროთ სულიერად, ეკლესიურად და ძალიან ხშირად ჩვენ გვეშლება ის, რომ რიტუალები, გასაგებია ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ თავარი აი ყველაფრის ჩვენი ღვთისმსახურების და სულიერი ცხოვრების შედეგი უნდა იყოს მოყვასისა და ღვთის სიყვარული. სწორედ აი ამგვარად ცხოვრები ადამიანები, რომლებიც თავს იმდაბლებენ და მოყვას არ განიკითხავენ, მოყვასი უყვართ და აი ამგვარად მიუყვებიან გოლგოთის გზას, მოყვასის სიყვარული ეს არის გოლგოთის გზა ნამდვილად, იმიტომ რომ თავი უნდა გაწირო თითოეული ადამიანისთვის, როცა მისი საჭიროება არის, ბევრი რამ უნდა მოითმინო, უნდა მოთმინებით ელოდე ადამიანის გამოსწორებას და ყოველდღურად უნდა ვილოცოთ ღმერთთან ერთობა, სწორედ ამგვარად ვლინდება ლოცვაში, წმინდა წერილის კითხვაში, ხშირ ზიარებაში. აი ასე ამგვარად რომ ვიცხოვროთ, მაშინ ჩვენ თანდათანობით უკვე დაგვეტყობა ეს ჩვენი ღვაწლი და უფალი შრომელ ადამიანს, იმ ადამიანს, ვინც შრომობს და ღვაწლში არის, აძლევს მადლს და ეს ცნობიერებაც უკვე თანდათანობით მატულობს. ბუნებრივია ჩვენ ერთი დღე ვცხოვრობ და ყოველდღიურად უნდა მოვახდინოთ აი ამისი გახსენება და მისი მიღება საკუთარ თავში, აი გუშინ და წარსულში შეიძლება შენ საკმაოდ ამაღლებული იყავი სულიერად, მაგრამ დღევანდელი დღე რომ გათენდა და შენ ისევ ხარ აი დიდ ბრძოლაში ჩართული,
აუცილებლად ყოველგვარი ეს სიბრძნე, გამოცდილება, თავგანწირვა და შენი ნების შერწყმა უნდა მოახდინო ღმერთთან, ასე ამგვარად ბუნებრივია სულიერ ზნეობრივად მოხდება ჩვენი ამაღლებაც. ანუ მარადის საკუთარ თავზე მაღლა, ხო, როგორც ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი. დიდი მადლობა მამა დავით, შევახსენოთ მაყურებელს, რომ ამაღლების დღესასწაულზე საუბრობდით და დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ბუნებრივია ყველა ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე წირვას აღავლენს სადღესასწაულო წმინდა ლიტურგიას აღავლენს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში, რომელიც მდებარეობს საბურთალოზე თბილისში, რა თქმა უნდა, და წირვა დაიწყება 10 საათზე. შეგახსენებთ, ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. ახლა ლოცვის დროა, ერთად მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხოვრო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა
შენსა ზედას ვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ გადაცემას გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. შემოგვიერთდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი რევაზ მუჯირიშვილი. ჩვენ ვისაუბრებთ დღევანდელი დღესასწაულის საღვთისმეტყველო სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ სტუმართან ერთად. მოგესალმებით ბატონ რევაზ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. მოგესალმებით, პირიქით მადლობას მოგახსენეთ მოწვევისთვის და მეც მოგილოცავთ დღევანდელ განსაკუთრებულ დღესასწაულს. ამაღლების მნიშვნელობის შესახებ, საღვთისმეტყველო მნიშვნელობის, ასევე სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ. გარკვეულწილად მოძღვართან მქონდა უკვე საუბარი და გვინდა რომ უფრო განვავრცოთ ეს თემა. ჩვენ ვიცით რომ ყველა სიტყვას, რასაც წმინდა წერილი გადმოგცემს, აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, სიმბოლური დატვირთვა და სწორედ აი ამ კუთხით გვინდა ვისაუბროთ. პირველ რიგში აი წმინდა წერილი რას მოგვითხრობს ამ დღესასწაულის შესახებ. კიდევ ერთხელ
რომ შეგვახსენოთ და შემდგომ უკვე გადავიდეთ საღვთისმეტყველო სიმბოლურ მნიშვნელობაზე, რაც ალბათ ცხადია სწორედ აი აქედან გამომდინარეობს. დიახ, ზოგადად წმინდა წერილში ამ შემთხვევაში ბუნებრივია იგულისხმება სახარება, სულ მარკოზის და ლუკას სახარებაში გადმოცემული ეს ეპიზოდი და ამავე ლუკას ავტორობით არსებულ ძეგლში ეს არის საქმე მოციქულთა კიდევ უფრო ვრცლად, მაგრამ საერთოდ დიდი სიმწირით გამოირჩევა მოვლენები უფრო შინაარსობრივი თვალსაზრისით არის წარმოჩენილი, ვიდრე ვრცლად, იმიტომ რომ სახარებაში თვითონ მარკოსთან და ლუკასთანაც არის ერთ მუხლში სულ მოცემული, ხო, არაფერი ამაღლდა დაასრულა რა სიტყვა, რომელიც მოციქულებისადმი იყო საბოლოოდ ნათქვამი, დაასრულა ეს სიტყვა და ამაღლდა ზეცა და დაჯდა მამის მარჯვენით. აი ეს არის რაც თვითონ ამ ოთხთავშია უწყებული და რაც შეეხება საქმე მოციქულთაში, ოდნავ ვრცლად არის, მაგრამ ბუნებრივია სივრცელე ეს პირობითია, აქ დამატებულია თუ თვითონ ამაღლების პროცესი როგორ იყო, როგორ ანგელოზებთან ერთად, კონკრეტულად ორი ანგელოზია იხსენებული, როგორ იქნა ღრუბლით აღტაცებული ზეცად. ნუ ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია თავის ადგილას ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა დატვირთვა რა მნიშვნელობა აქვს ამას. დიახ. ბრძანეთ თუ არა და მნიშვნელოვანი აქ რა არის ახლა თავიდანვე უნდა აღინიშნოს რომ საერთოდ ყველა მოვლენა რომელიც ჩვენს უფალი იესო ქრისტეს უკავშირდება შეიძლება ერთ პირველადად გასაკვირი იყოს, მაგრამ ყველაფერი სინამდვილეში ეს არის ქრისტესთან დაკავშირებული მოვლენა, მაგრამ საბოლოოდ აქაც ცენტრი არის ადამიანი. არა თავად ქრისტე, რატო? ერთი მარტივი მიზეზის გამო. ანუ ქრისტესთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტი შობიდან დაწყებული, ვიდრე სწორედაც ამაღლებამდე, მისი საჭიროების გამო არ აღსრულებულა. ამიტომ არის ადამიანი ცენტრი, რომ ის მოვიდა, ის იშვა, ის მოკვდა, მანამდე ნათელი იყო და ასე შემდგომ ყველა მოვლენა და ის ამაღლდა მხოლოდ ერთი მიზეზით. ადამიანთათვის უნდა მომხდარიყო ეს შესაბამისად, როდესაც ჩვენ ან ტაძართან გვაქვს შეხება და რასაკვირველია ეს უნიშნელოვანესია საღვთო ლიტურგია და ზოგადად აი ამ მოვლენებთან გააზრებული კავშირი უპირველესად ჩვენ აქედან უნდა ამოვიდეთ. ანუ ეს მოვლენა ის რომ ავიდა მამის მარჯვენით დაჯდა გასაგებია და მნიშვნელოვანია ვკითხულობთ, მაგრამ აი ამ ისტორიის შიგნით რა არის დაფარული საღვთისმეტყველო მიმართულებით ჩვენ რა მოგვიტანა ამ მოვლენა. ერთი რამ უნდა ვთქვათ, ჩვენ თუ არ მოგვიტანა მოვლენა რაიმე, ანუ გამომხსნელობითი თვალსაზრისით ბუნებრივია, არც არის ასეთი რაღაცა წმინდა წერილში აღნიშნული, მაგრამ ის ფიზიკურად შეუძლებელია იმაზე ყურადღების გამახვილება. ანუ ჩვენთვის, აი მე ამაზე ბუნებრივია რა მოგვიტანა ამაღლება, თუ რატომ იყო ჩვენთვის სხვათა შორის ამაღლებას უწოდებენ საეკლესიო მოძღვრები გვირგვინი ქრისტეს მოღვაწეობისა და აი რატომ არის გვირგვინი? აქაც არა იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ქმედება ქრისტესი ამ ქვეყნად. ამიტომ არა. აი რატომ არის გვირგვინი უკვე ეს არის ძალიან საინტერესო ჩვენთვის ამ შემთხვევაში ადამიანთათვის და უნებრივია თავი უკვე ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ. ბატონებას ადამიანური ბუნებით ამაღლდა რასაკვირველია. და აი ეს რას მიანიშნებს საინტერესოა და ამით სრულდება უფლის მიწიერი ცხოვრება, ხომ? შეიძლება ითქვას. დიახ, აი წეღანაც აღნიშნა რომ ეს იყო ერთი უკანასკნელი ქმედება ამ ქვეყნად ყოფნისა ქრისტეს. ახლა რა თქმა უნდა, ქრისტე როგორც ყოვლის მოქმედი ღმერთი ის არ წყვეტს რასაკვირველია თავის ქმედებას ადამიანთან მიმართებით, მაგრამ უშუალოდ მისი ამა ქვეყნად რაიმე ქმედება იყო ასრულებული და ეს არის უკანასკნელი. ამის შემდგომ ესე გამოცხადების გზით გასაგებია პირდაპირაც ეცხადება ღმერთი უკვე ადამიანს, მაგრამ აი ეს უშუალო კავშირის ასე მოდი ასე ვთქვათ, აი ფიზიკური გაწყვეტა და საბოლოო სიტყვების და საბოლოო ქმედებაც იყო მაცხოვრისგან აღსრულებული, ბუნებრივია. და ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ თქვენ აღნიშნეთ დასაწყისში და ახლა გავუსვით ხაზი, რომ კაცობრიობი ბუნებით ამაღლდა. ბუნებრივია ქრისტესთან დაკავშირებული ყველა მოვლენა კაცებას უკავშირდება, იმიტომ რომ ღმრთებასთან მიმართებით, რადგანაც ის გარეშემო უწერელია, ყველგან ყოფია, საერთოდ მას არც სხეულებრივობა არ აქვს და ჩვენი ადამიანური რაიმე გააზრება არ მიესადაგება, ის ვერც ქვეყნად იქნებოდა საღმრთო ბუნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ყველგან მყოფია, ის ყველგან არის, ანუ ქვეყნად ვერ იქნებოდა, იმას კი არ გულისხმობ, ის არ იყო ქვეყნად. არამედ ჩვენ ადამიანების გონებაში როგორც არის, მე თუ ვარ ახლა აქ, არ ვარ სხვაგან, ხო? ბუნებრივია. აი ღმერთთან მიმართებით ეს წარმოუდგენელია, ამიტომ როდესაც ვამბობთ, რომ ის მოკვდა, დაეფლა,
აღდგა მანამდე ჯოჯოხეთში ჩავიდა და ახლა ამაღლდა, ეს ყველაფერი ადამიანთა გონებაში უნდა იქნას მიმართული კაცებისადმი, იესო ქრისტეს კაცობრივი ბუნებისადმი თავისთავად ცხადია და არა ღმრთეებიდან გამომდინარე. ღმრთეება რა თქმა უნდა ყველგან ყოფია. ჰიმნოგრაფიაში არის ერთი ესეთი ძალიან საინტერესო გამოთქმა, ქრისტეს როდესაც მიემართება, რომელმან წიაღნი მამისანი არა დაუტევენ. ანუ იშვა ქრისტე, მოვიდა ამ ქვეყნად, მაგრამ ისე რომ წიაღნი მამისანი არ დაუტოვებია. ეს ერთი გამოთქმა ასახავს იმას, რომ იესო ქრისტეს თან დაკავშირებით, როდესაც ღმრთეებას გავიაზრებთ, იქ სადმე გადაადგილება, ან რაიმეს დატოვება, ან რაიმე და სადმე მისვლა ბუნებრივია, ეს არის პირობითი და არა. ბატონებაც, აი რომ მივყვეთ ისტორიულ ქრონოლოგიას, რა მოხდა ამაღლების დროს, ესე იგი გალილეიდან ბრუნდებიან მოწაფეები, იერუსალიმში იკრიბებიან და მოქმედება ელეონის მთაზე ხდება, უფალი მათ ესაუბრება და მაკურთხეველი ხელებით მაღლდება და უჩინარდება ღრუბლებში. აი ამ ყველაფრის სიმბოლურ მნიშვნელობაზე რომ გვესაუბროთ თითოეული ქმედების. სხვათა შორის მანამდე აი ლუკა საქმეთა სკოლაში აღწერილი, რომ აცხოვარმა აღუთქვა მოციქულებს, ნუ გიშინის მცემელის მოვლენები შეხსენება კიდე თორე სახარებაშია ესენი ეს მოვლენები აღნუსხული სწორედაც, მაგრამ არ იყო გაცხადებული მოციქულთათვის კონკრეტული ჟამი თუ როდის უნდა მომხდარიყო ეს, არამედ მოელოდეთ იყავით იერუსალიმში და მოელოდეთ კონკრეტულად ამ დღეს. ახლა ამას თავისი რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს ასკეტური თვალსაზრისით, რომ ადამიანი ყოველთვის განმზადებისკენ უნდა იყოს მოწოდებული, მას არ უნდა ჰქონდეს მითითებული კონკრეტული, ანუ რათა არ მოდუნდეს, დიახ, აბსოლუტურად მართებულია და მზად ყოფნას გამოხატავდეს ყოველთვის რაღაც მოვლენასთან შესახვედრად. ამ დროს კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულია. დიახ, და როდესაც მე უშუალო მოწოდება მოხდა ზეთისხილის მთაზე მაცხოვრის მიერ, ეს იყო ერთი მხრივ, როგორც წეღანას თქვით, რომ ფაქტობრივად შეიძლება ადამიანური კუთხით შევაფასოთ როგორც გამომშვიდობება, სხვათა შორის იკონოგრაფიულად ტრადიციული აღნუსხვა ამ მოვლენისა, ახლა შეიძლება იყოს სხვადასხვა მცირედი დანამატები, მაგრამ ძირითადად ფაქტობრივად უგამონაკლისო ჩვენ გვხდება ასეთი ვითარება. ანუ ქრისტე როგორც იყო ისტორიულად, მანდორლათი მოცული, მანდორლა ეს ახთო დიდებასა და ზეციურ დიდებას უკავშირდება, ღრუბელზე ჯდარი, იმიტომ რომ ესეც დაფიქსირებულია წმინდა წერილში თავად საქმე მოციქულთაში, ორი ანგელოზით, როგორც ლუკა მახარებელი გონი ორ კაცს ზედა მოადგესო მას, ან ეს ორი მოწამე არის ამ შემთხვევაში და მოწამეობასთან დაკავშირებითაც აუცილებლად ვიტყვით და 12 მოციქული, ნუ ისტორიულად ჩვენ თუ ვიტყვით მართლა რა თქმა უნდა აქ იუდა ვერანაირად ვეღარ იგულისხმება ამ პერიოდში ნუ არის ხოლმე ასეთი შემთხვევა ჩვენ თუ ქრონოლოგიას გავყვებით სწორედ საქმე მოციქულთას აი ამ შემთხვევაში საქმე მოციქულთას გარდა უკვე ჩვენ არსად არ გვხდება მსგავსი მოვლენა ჯერ მოციქული გამორჩეული არ არის როდესაც მაცხოვარი ამაღლდება თუმცა ტრადიციულად აქ როგორც ცოტა არ იყოს ეს იკონოგრაფიული მოვლენა თვითონ საერთოდ იკონოგრაფიას ახასიათებს რომ ქრონოლოგიას კი არა არ ხვევს ასე პირადად მაგრამ მისთვის თავარი ორიენტირი ქრონოლოგია არ არის აი მაგალითად ჩვენ შობის ხატი ვიცით უკვე თანამედროვე ტრადიციულად ჩამოყალიბებული ხატი, სადაც გაერთიანებულია ქრონოლოგიურად მომხდარი ორი სხვადასხვა დროს მომხდარი, წყემსებიც არის გამოსახული იქ და მოგვებიც. მათი მოსვლა თანადროული არ ყოფილა, მაგრამ იკონოგრაფიის მნიშვნელოვანია თვითონ მოვლენის ხაზგასმა. ისევე არის აქ და პავლე მოციქულს გამოსახავენ ხოლმე სხვათა შორის. ეს ძალიან საინტერესოა, რომ მე მართალია მატათა მოციქულია გამორჩეული მე-12-ეთ, მაგრამ აი პავლე არის შემოყვანილი სხვათა შორის როგორც იგივე პარალელი შეიძლება გავავლოთ სულთმოფენობის იკონოგრაფიულ გამოსახულებას, აქაც პავლე მოციქული ჯერ არ არის მოციქულთა წიაღში შემოსული, მაგრამ გამოისახება. აქაც ეს თითქოს დარღვეულია, მაგრამ თავარი შინაარსზეა ყურადღება გამახვილებული და რას ვამბობთ, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის გამოსამშვიდობებელი მოციქულთა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის ცენტრში ბუნებრივია წარმოუდგენელიც არის სხვაგვარად იმ იკონოგრაფიულ გამოსახვაში და გარდა იმისა, რომ მათთან გამომშვიდობება ამავე დროს არის, აი თქვენ როგორც თქვით, მაკურთხეველი შემთხვევა, უკვე მაკურთხევლობა მოციქულთა, ყოვლადწმინდა ქალწულისას და მოციქულთა კურთხევა დალოცვა მოღვაწეობისთვის. ანუ რასაც მაცხოვარი ეუბნეოდა ხოლმე, ვიდრე კიდევ ამ ქვეყნად იყო და რაღაც მოვლენებს უკავშირდებოდნენ, რომ დადგება დრო, რომ მე
წავალ აქედან და თქვენ მარტო მოგიწევთ დარჩენა. აი ეს იყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც მოციქულები უკვე მარტო უნდა დარჩენილიყვნენ ამ ქვეყნად და უკვე დამოუკიდებლად უნდა ემოქმედათ. ეს გასაგებია რთული იყო, მაგრამ არ შეშინებიათ, ხო, მაგრამ სწორედაც აი ეს მაკურთხევლობასაც ხო ეს დატვირთვა აქვს. ახლა ჩვენ ვხედავთ სახარებას, რომ გადავშლით და გავყვებით ქრონოლოგიურად ისტორიას, გარკვეულწილად ეშინიათ მოციქულებს აღდგომის შემდგომ, ხო? ჩაკეტილნი არიან და ნუ ეს ვითარება ესე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ გასაკვირი არაფერია. მაგრამ სწორედაც აი აქ გვჭირდება ჩვენ უფლისგან შემწეობა და მაკურთხევლობა, რომ ისინი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში არაფერი არ იყო მანამდე, რაც მოხდა, რასაც შეესწრნენ ისინი, რაც მათ ელოდათ. აი ამიტომ სჭირდებათ მათ დალოცვა, კურთხევა ქრისტესგან, ერთი მხრივ ნებართვა იმისა, რომ მათი მოღვაწეობა სწორედ ამ მიმართულებით უნდა იყოს და მეორე ძალის მიცემა ბუნებრივია და ანუ შემწეობა ამაში, რომ როგორც აი მარკოზის სახარებას არის აღწერილი, რომ ამას გააკეთებთ თქვენ საწას უამრავი ტანჯვა ელით მათ, მაგრამ ამით არაფერი არ დააკლდებათ. აი ეს ბუნებრივია უნდა აღსრულებულიყო და ამიტომაც აკურთხევს ქრისტე, ლოცავს სხვათა შორის შეიძლება ეს ვიღაცა მიფიქროს, რომ დამთხევა ჩვეულებრივი რაღაც მოვლენა და არც იყოს ყურადღება გასამახვილებელი, მაგრამ თუ დავაკვირდებით ასე დროს, ხშირია შემთხვევა, როდესაც იკონოგრაფიულ გამოსახულებაში ქრისტეა ცენტრში წარმოდგენილი და სხვა ადამიანები, მოციქულები იქნებიან თუ სხვა, პირით მისკენ არიან მიმართული. ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც პირით მისკენაც არიან მიმართული, მაგრამ თუ დავაკვირდებით, უფრო ჩვენკენ იმზირებიან. ეს სწორედაც იმიტომ, რომ ქრისტე ჩვენთან გზავნის. არათუ ნუ გასაგებია მოციქულები ამავე დროს მისკენ რომ არიან მიმართული, ისინი ადიდებენ, კიდევ ერთხელ როგორც უკვე საბოლოოდ ცნობენ. ეს საბოლოოდ ცნობა მან უნდა გავაკვიროს, იმიტომ ისინი ამტკიცებენ, რომ ნამდვილად ჭეშმარიტად იესო ქრისტე არის ერთადერთი ღმერთი. ეს არის დიდება და ამტკიცება მისი და ამავე დროს პირით ჩვენკენ მოციქულებისა, რომ ჩვენთან გზავნის, ჩვენთვის სამოღვაწეოდ, აი როგორც პეტრეს ეუბნება, რომ იქნები მესათხევლე კაცთა. აი მესათხევლეება და ანუ მომნადირებლება თარგმნის ბუნების გზავნის მაცხოვარი. რაც შეეხება ხა ჩვენ ღრუბელი ვთქვით, ღრუბელი საერთოდ წმინდა წერილში სულიწმინდის მადლს განასახიერებს, ძალიან ხშირი შემთხვევა, არა მარტო ახალ აღთქმაში, არამედ ძველი აღთქმის პერიოდში ღრუბელი უძღოდა მოსესთან მთელ საზოგადოებას, როდესაც ისინი ზღვაზე უნდა გადასულიყვნენ, აი სულიწმინდის მოქმედებითი გამოხატულება და სწორედაც მასზე მჯდომი, აი ამ მადლის მეშვეობით იქნება. აქაც ეს მადლის მიერობა კაცებას განეკუთვნება ქრისტეში, თორე თავად არის ღმერთი, ბუნებრივია სამება ერთი და განუყოფელია და აქ თუნდაც აღდგომას ვიტყვით თუ ამაღლებას თუ ნებისმიერ ამას ქრისტე არ საჭიროებს არავის შეწევნას და არავის თანადგომას ან არავისგან ხელის მოკიდებას და აყვანას, მაგრამ კაცებას განეკუთვნება ეს ყველაფერი ბუნებრივია და ამავე დროს სიტყვების აღსრულება, რომ აი მე წავალ და მოგივლენთ ნუგეშინის მცემელს, სწორედაც გამოჩენა. აი ნუგეშინის მცემელს, რაც შეეხება ორი ანგელოზი, ორ ანგელოზს სხვათა შორის წმინდა ივანე ოქროპირი ასე განმარტავს, რომ ძველ აღთქმაში იყო ასეთი ტრადიცია, მოვლენის ჭეშმარიტება უნდა დამტკიცებულიყო ორი ან სამი კაცისთან უმეტის მიერ, ანუ არა მცირე ორი კაცისა და სწორედ ესეც არის მოწმობა, რომ დიახ თქვენ ეს რასაც ხედავთ არის ჭეშმარიტი და ეს არ არის რაიმე მოჩვენებითი და სხვათა შორის პირდაპირ ეუბნებიან, ხო ეს ცალკე მოვლენაა კიდე, რატომ უყურებთ და გიკვირთ, აი გიკვირთ, იმიტომ რომ გაკვირვებულნი არიან. მოციქულები კარგია რომ ეს გამოსახულებაც მიმდინარეობს გაკვირვებულნი ბუნებრივია მოვლენი და ანგელოზები შეაგონებენ რატომ გიკვირთ როგორც თქვენ ხედავთ ახლა დიდებით ესეც კიდე ცალკე საკითხია დიდებით უკვე აღმავალს ასევე იხილავთ მომავალში დიდებით მომავალს ქრისტეს და ეს უკვე იქნება კაცთა საბოლოო და დამამტკიცებელი სიხარული ბუნებრივია. ბატონოს აი წამში ვკითხულობ დაამაღდა იგი და დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამის აი მარჯვენეობა აი მარჯვენით დაჯდომა ეს რას გულისხმობს? მარჯვენეობა დიახ იგივეა რაც წეღანაც თქვით ქრისტესთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ეს არის პირობითი წარმოუდგენელია ჩვენ მართლაც მოვიფიქროთ ასეთი რამ და ვიგულისხმოთ აქ რომ ქრისტე ავიდა და დაჯდა მამის მარჯვენით ჯერ საერთოდ საღვთო წიაღში მსგავსი რაღაცა წარმოუდგენელია მარტივი მიზეზის გამო რომ ღმერთს არც მარჯვენა არც მარცხენა არც წინა არც უკანა ბუნებრივია არ აქვს იმიტომ რომ ის გარეშემოუწერელია გარეშემოუწერელობა უკვე ამას გულისხმობს რომ არ არის ადგილი სადაც ჩვენ შეგვიძლია ანუ მიმართულება აღნიშნოთ არამედ საერთოდ მარჯვენა სხვათა შორის აი ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა წმინდა ივანე ოქროპირის აქვს ცალკე შრომა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ საუბრობთ ჩვენ ღმერთზე
ჩვენეული ტერმინოლოგიით. არა და სინამდვილეში ყველაფერი იქიდან არის პირობითი. პირობითი რას გულისხმობთ? აი რომ დავიწყოთ ძველი აღთქმიდან რომ ღმერთი დადიოდა, მოესმა ადამიანს ხმა და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა ღმერთი ვერცივლის ცოტა ისე უხერხულად შეიძლება, მაგრამ მას ხეული არ აქვს. ისევ და ისევ გარეშე მოუწერელია და ბუნებრივია მასთან დაკავშირებით ან რაღაცა სიარული მსვლელობა ან განრისხდა ღმერთი, შეიყვარა ღმერთი, მაგრამ ასეთი რაღაც არის პირობითი, მხოლოდ ადამიანური ტერმინოლოგიით გარკვეული მოვლენის, არა საღვთო შესაძლებლობის, არამედ მოვლენის ასახვა. აი კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებითაც მარჯვენა საერთოდ საღვთო წიაღს უკავშირდება ჩვენს ახლა ჩვენს ყოფის ცხოვრებაშიც ვამბობთ ხოლმე ხო ჩემი მარჯვენა ხელია ერთგულების გამოხატულება და არ ვამბობთ მარცხენა ხელია ახლა ესეც ჩვენ ხო რატომღაც ავირჩიეთ ადამიანებმა რომ მარჯვენას უფრო უპირატესობა მივენეჭეთ ვიდრე მარცხენას არა და ამიტომ ერთგულების თვალსაზრისით ყოველთვის გულისხმობთ აი მარჯვნივ ყოფნას აი თუნდაც სახარებაში მარჯვენა თვალის ამოღებაზეა საუბარი და ასე შემდგომ არა აი ამ მნიშვნელობით არის თქვენ რომ საღვთო წიაღში მარჯვნივ ჯდომა ეს უკავშირდება იმას რომ ქრისტემ აი განსაკუთრებულ ადგილას ის განსაკუთრებული ადგილის ყველგან ყოფობაა და პირობითია მაგრამ აი ღმერთთან არის ნამდვილად და სხვა არსად სწორედაც ამაზეა ბუნებრივია ხაზგასმა. დიახ. და აი თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ რომ ნებისმიერ ასეთ მოვლენას იმ კუთხით აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა თუ რა მოუტანა მან კაცობრიობას, რა განხორციელდა ამით ადამიანებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და აი ამაღლებამ რა მოუტანა კაცობრიობას ამით რომ დავასრულოთ და შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. ამ მოვლენას სამი მთავარი მნიშვნელობა აქვს. პირველი ეს არის დასამტკიცებელი აღდგომისა სხვათა შორის ჰომილიებში ხდება კიდეც ეს გამოთქმა, რომ მოციქულნი განამტკიცა იმ რწმენაში, რა რწმენაში, აღდგომის რწმენაში. ახლა რას გულისხმობთ ამაში? ყველა მოვლენა, რაც ქრისტეს უკავშირდება, ამაღლებით გვირგვინით შეიმოსა. ანუ სხვას არაფერს, ახლა შეიძლება უხერხულად ჟღერდეს, რომ არ ჩობას, არც ერთ მოვლენას არ ექნებოდა მნიშვნელობა, თუ ამით არ დაგვირგვინდებოდა. ანუ ეს იყო მთავარი დამტკიცება, რომ ქრისტე ადის დიდებით და სწორედაც იქ მივიდა და იქ დამკვიდრდა, იქ დაჯდა, ასე რომ ვთქვათ, რისკენას მთელი ეს მოღვაწეობა იყო მიმართული. ეს პირველი. მეორე უკვე ადამიანებისკენ, ნუ იქაც ბუნებრივია ჩვენთვის დასამტკიცებელია, მეორე ეს არის რაც ყველაზე ცენტრალური შეიძლება ითქვას ადამიანის კვლავ აღდგინება თავდაპირველ და კიდევ უფრო დიდ პატივში როგორ პატივში თავად შეიქმნა ისა როგორ პატივში შეიქმნა თავის დროზე ადამიანი ანუ აი ამ პატივში აღდგინება პატივის დაბრუნება და კიდე აღმატებული და წეღანაც თქვი და გავიმეორებ რომ ჰომილიებში დაფიქსირებული უკლებლივ ყველასთან აბსოლუტურად გამონაკლისოდ რომ ანგელოზებზე მაღალ მდგომარეობაშიც კი დაამკვიდრა, იმიტომ რომ თავად შეიმოსა კაცება, ანუ ყველა ჩვენგანი, ასე რომ ვთქვათ, არა პიროვნულად, არამედ ბუნებიდან გამომდინარე შეიმოსა და აღიყვანა მამის მარჯვენით, ამით განსაზღვრა მისი პატივი და აღმატებულობა ყველა დანარჩენ არსებაზე. აქაც კიდევ გამოიკვეთა, რომ ცენტრია სწორედაც ადამიანი და მესამე ეს არის წინა გამოსახა რაღაც სამომავლო. რა გამოსახა ახლა შეიძლება პირველს უკავშირდებოდეს რაღაც მოვლენით. ახლა ჩვენ დიახ დღესასწაულობთ აღნიშნავთ გვიხარია, მაგრამ მოდი შეკითხვა დაისმის ასე, რას ვხარობთ? რა გვიხარია? მარტო ამაღლებით არა. საერთოდ აი ქრისტეს გამოჩენით ის რომ ღმერთი მოვიდა ჩვენთან და ჩვენ გვერდით იყო რაღაცა პერიოდი, ეს ამაზე თუ ჩაურმავდებით რა ეს? ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არის, ამაზე არ არის საუბარი. არამედ თავარია კაცთა გამოსნა აღსრულდა და დიახ. აღთქმა პირობა ის სხვათა შორის მწამს იბრძანეთ თქვენ და მწამში სწორედაც ეს არის მოველი აღდგომა სამკვდრეთით ხო? აი სამერმისო ცხოვრება მთელი ჩვენი ორიენტირი, დანარჩენი მთელი ისტორია ამისკენ არის მიმართული. ანუ ჩვენ ვსასწრებთ იმას, რომ დადგება დრო და ჩვენი ეს ყოფითი ცხოვრება, მატერიალური, ეს ხრწნადი ცხოვრება დასრულდება და სამერმისო, სამომავლო ცხოვრებაში. ახლა ამის გამოხატულება უნდა არსებობდეს. ღერთია მე ვიღაც დამპირდა რამეს მაგრამ ნუ გადის წლები და გასაგებია დამპირდა და რა ხო უნდა ვიცოდე აი სწორედაც რომ მან საკუთარი თავი ჩვენეული ბუნება შემოსილით ბუნებრივია აღამაღლა და დასვა მამის მარჯვენით ეს არის წინა მოსწავება იმისა რომ დიახ ასევე მოხდება ყველა ადამიანში და სხვათა შორის მე ამითაც უნდა აღვნიშნო რომ აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ამასთან პირდაპირ დაკავშირებულია რომ ეს იყო გამოვლინება იმისა რომ აი ადამიანი იმიტომ რომ ხორცით მყოფობს ვიცით ჩვენ ყოვლადწმინდა ქალწულს
მიღწევის სასუფეველში ისევე როგორც ქრისტე, მაგრამ ქრისტე მაინც პიროვნულად ადამიანი არ არის, ხო, საღვთო პიროვნებაა და შეიძლება ვიღაც ასე ფიქრა, რომ გასაგები ახლა ბუნება კაცობრიო, მაგრამ ეს მაინც საღვთო პიროვნება, სრულად ადამიანი, წმინდა ადამიანი, გასაგებია სიწმინდე მან მოიპოვა, ეს ბუნებით კი მოპოვებულია ეს სიწმინდე. ესეთ წმინდა ადამიანი სწორედაც ამ სიწმინდით მიიღწევა ის განსაკუთრებული მდგომარეობა და რეალობა. ანუ ეს არ არის უბრალოდ რაღაცა დაპირება, რომელიც ან ახსრულდება, ან არ ახსრულდება. ეს არის რეალობა, რომ ყველა ჩვენგანი, ინებოს ღმერთმა რომ ასე იყოს, ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, ყველა ჩვენგანს აქვს საშუალება იმისა, რომ ღვთისშვილობა განეკუთვნოს კონკრეტულად, ანუ არა უბრალოდ მის მიერ შექმნილობა, არამედ ღვთისშვილობა და იყოს იმ წიაღში, რა წიაღისთვისაც სინამდვილეში იყო განკუთვნილი. ეს ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი რევაზ მუჯირიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მცირე ვიდეო რგოლის შემდეგ დაგიბრუნდებით სხვა სტუმართან ერთად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების საქართველოში, სტატისტიკა, პრევენციული ღონისძიებები და სიახლეები. აღნიშნულ სფეროში თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ბატონი ირაკლი იზორია. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მადლობა ჩვენ ტელემაყურებელს. ამაღლების დღესასწაულს გილოცავთ. აი გვინდა ვისაუბროთ იმ სიახლეებზე, რაც უკავშირდება საგზაო უსაფრთხოებას, ასევე სტატისტიკაზე, ანუ არაერთხელ გვისაუბრე ამ თემაზე და თუ შეიცვალა რაიმე სასიკეთოდ, მოდით ამით დავიწყოთ და თქვათ რა ცვლილებებია ის, რაც იმედს მოგცემს. მოდით თვითონ სტატისტიკის მიმოხილვით დავიწყოთ. მოკლედ 2026 წლის მონაცემებით, რაც ეხლა წინა 3 თვის განმავლობაში, ანუ იანვარი, თებერვალი, მარტი აღერიცხა ტენდენცია არის კლებისკენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა იცვლება, იქ ჯარიმები გაიზარდა, ვიცით, გარკვეულ სამართალ დარღვევებზე, მაინც ხდება ეს უბედურებები და ყველამ ვიცით, რამდენიმე დღის უკან ქვეით ატმოსფერულიც დაიღუპა, ასევე რა ახალგაზრდა დაიღუპა და არ ვიცი, არ ჩერდება ეს უბედურებები. გარდაბნის შემთხვევას გულისხმობ. და არ ჩერდება ეს უბედურებები გზებზე და ამიტომ რაღაცა მოლოდინები რომ რადგან ეს სამთვიანი სტატისტიკური კლება იყო, არ გვაძლევს იმის იმას, რომ ვთქვათ მომდენო თვეებში კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ პირველ მაისიდან რადგან ჯარიმები გაიზარდა და ამოქმედა, ნუ ეხლა სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას თუ ავიღებთ, ეს მიღებულიც არის რომ თუ რაღაცა კონკრეტული მიმართულება სტატისტიკურად მძიმე შედეგებს იწვევს, ამ შემთხვევაში ჯარიმები იზრდება, თუმცა ეს არ არის
მაინც და მაინც შემამცირებელი და შემაფერხებელი გარემოება ზოგადად სიკვდილიანობის. თქვენ რომ ბრძანეთ რომ სტატისტიკა თუ მოვიხმოთ ბოლო 3 თვის განმავლობაში კლება არის, ამას პირდაპირ ვერ დაუკავშირდებთ ჯერჯერობით ჯარიმების გაზრდას, იმიტომ რომ 1 მაისიდან დაიწყო ჯარიმების გაზრდა და ასე რომ 1 მაისამდე იყო ეს სტატისტიკა, რაც წეღან ვთქვი, რაც სიჩქარის გადაჭარბებასთან ფეხით მოსიარულთან მიმართებაში ოდნავ კლება შეინიშნებოდა. თუმცა მიუხედავად ჯარიმების გაზრდისა, ეს ჯარიმების გაზრდის მიდგომა მაინც ვერ უშველის საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ვინაიდან სხვადასხვა ევროპულმა ქვეყნის პრაქტიკებმა და მაგალითებმა გვანახა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმებით რაღაც ინტერვენციების განხორციელება მაინც და მაინც არ არის შედეგის ეფექტიანი და შედეგის მომტანი, ვინაიდან არიან ადამიანები, ვინც ამ ჯარიმებს მაინც იხდიან პირობითად. ეხლა სიჩქარის გადაჭარბებაზე შეიძლება 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, იქნებიან ის დამრღვევი ბრძოლები, რომლებიც ამ მასალასაც თავისუფლად გადაიხდიან და შეიძლება 1000 ლარი. მაინც ვიღაცისთვის იქნება ალბათ შემაფერხებელი. მგონი არ მგონია რომ უხაროდეს ესე 50-ის და 100 ლარი. ვიღაცისთვის იქნება, თუმცა ჩვენ მაინც ეხაც ვფიქრობდით და ეხაც ვფიქრობთ, რომ უფრო სისტემური მიდგომა აჯობებდა ვიდრე ჯარიმების გაზრდა, ვინაიდან მოგეხსენებათ, ეხლა მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც იქნება 5 წლიანი, ანუ 2026-დან 2030 წლამდე. ჯერ არის შემუშავების პროცესში, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციებიც ვართ, რა თქმა უნდა, ჩართულები და განვიხილავთ თუ ეს სტრატეგია რას მოიცავს და სამოქმედო გეგმა არის თუ არა რეალისტური და ასე შემდგომ. შესაბამისად არის გარკვეული ნაბიჯები გადადგმული სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სიჩქარის მიმართულებით, ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით და რაც კარგი ტონი არის და ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა აქვე მინდა ვთქვა და ხაზგასმით გავიმეორო ის, რომ კარგია ერთი რასაც გავაკეთებთ და დავწერთ და ლამაზად შევფუთავთ, თუმცა ვფიქრობ რაღაც გარკვეული წლების მანძილზე მაინც და მაინც არ უნდა გავწეროთ ეს სამოქმედო გეგმა, არ უნდა დაველოდოთ 2028 წელს, 2030 წელს იმისათვის, რომ რაღაც გარკვეული ცვლილებები გამახორციელოთ. მაგალითად, წეღან როგორც ვახსენე, სიჩქარის გადაჭარბება მართალია 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, რაზეც არაერთი კვლევა არის მომზადებული, არაერთი საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს ქულათა სისტემაზე მიბმა სიჩქარის ჯარიმების. მოგეხსენებათ, როცა კანონი შეიცვალა, თავისთავად 20 ქულის დაკლებაც კი ჩაიწერა სიჩქარის გადაჭარბების გამო, მაგრამ რეალურად აღსრულება არ ხდება, ანუ თუ პატრული არ გაგაჩერებს, ქულას ვერ ჩამოვაკლებთ, შესაბამისად ეს ქულად ყვილად ფურცელზე გვიწერია რეალურად და ამიტომ აუცილებელია გავითვალისწინოთ ის საერთაშორისო ევროპული პრაქტიკა, სადაც დამრღვევი მძღოლებისთვისაც ხდება საჯარიმო სანქცია, ვიდეო ჯარიმები მიებნება ქულებს და ჩამოკლება და გარკვეული ქულების ჩამოკლების მერე უკვე ჩამოერთმევათ მართვის მოწმობა. ეს ერთი, მეორე, საქართველოში არის ძალიან მაღალი ტოლერანტური ზღვარი, რაც 15 კმ/სთ-ია და მათ შორის თქვენს ეთერებშიც არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს დედამიწაზე და გეტყვით იმას, რომ ბოლო გლობალური კვლევებით დასტურდება ის, რომ 1 კმ/სთ-ით გაზრდა სიჩქარეს 3-ჯერ ზრდის სიკვდილიანობის რისკს. აქედან გამომდინარე, ეს 15 არის ძალიან დიდი და ამაზეც აუცილებლად უნდა მოხდეს მუშაობის გაგრძელება და რაც თავარია, სიჩქარესთან მიმართებაში მნიშვნელოვანი არის ურბანული ზონების კარგად დაგეგმა და სიჩქარის ლიმინტების სწორად და ზუსტად შერჩევა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ამდენი ფეხით მოსიარულე არ დაღუპულა, რაც 2025 წელს დაიღუპა, ანუ 164 ქვეითად მოსიარულე დავკარგეთ, რომელიც სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე უფრო მეტი იყო გარდაცვალებასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, გვაქვს ვარაუდი, რომ სიჩქარე როგორც სხვარი არის მაღალი, ასევე სკოლებთან და სხვა შორის 27 ბავშვი გარდაიცვალა წინა წელს და 800-მდე მძიმე დაშავდა, რაც წინა წლებში არ ყოფილა მსგავსი მონაცემები, ანუ 2025 წელი იყო სტატისტიკურად ძალიან გამორჩეული წელი. ნუ თავისთავად ეხა ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, აქ მნიშვნელოვანია სიჩქარის ლიმინტები იგივე ურბანულთან ერთად სასკოლო ზონებთან მიმართებაში. სადაც ზოგან ზებრაც არ არის ნორმალურად დახაზული. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მასშტაბით იყოს შესწავლილი ყველა სკოლა, დაახლოებით 2900-მდე სკოლა არის საქართველოს მასშტაბით და ეს სკოლები იქნეს შესწავლილი, გამოვლინდეს არსებული ხარვეზები თუ რა რისკ ფაქტორები უკავშირდება კონკრეტულად ამ სკოლას და გზები დაიგეგმოს ისე, რომ იყოს 30 კმ-იანი შეზღუდვები, ასევე
შემანელებელი ბარიერები და სიჩქარის კონტროლი უნდა მოხდეს მაქსიმალურად სკოლებთან, რომ ეს ბავშვები კონტროლი თუ არ მოხდა, რაც ამდა ბარიერი იყოს, რა თქმა უნდა, მარტო მხოლოდ ლამაზენიშის დაყენება არ გვიშველის ერთი სიტყვით, ანუ ძალიან დიდი ლომიწვილი მოდის თვითონ აღსრულების მექანიზმებზე, იგივე ეხლა სკოლასთან თუ დავაყენებ. სკოლის პასუხისმგებლობაზეც მინდა გკითხოთ, თქვა ამ თვალსაზრისით გარკვეულწილად აი სკოლის პასუხისმგებლობაც არის თუ არა და რამდენად უნდა იყვნენ ისინი ჩართულები ადმინისტრაცია, სკოლის დირექცია. ზოგადად საგზაო საფრთხეობა არის თემა, რომელიც არის ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა. აქ არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ვთქვათ, რომ მაგალითად პატრულმა ვერ აღასრულა ან სახელმწიფოა დამნაშავე ყველა ერთად ვართ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ თვითონ უნდა გავიაზროთ ეს არსებული პასუხისმგებლობა იგივე სკოლასთან მიმართებაში ვიტყვი და ასევე ზოგადად მშობლებთან მიმართებაში წარმოიდგინეთ როცა ადამიანი ბავშვი ამთავრებს სკოლას ეგრევე გამოსწევ ბავშვებს ყიდულობთ მანქანებს და ვსვავთ და არაერთი უბედური შემთხვევა მშობლის პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა იგივე უბედური შემთხვევები გვინახავს ბოლოზარების პერიოდში როცა საკუთარი ავტომობილებით ბავშვები გადაადგილდებიან, ვერ ხერხდება კონტროლი. აი ზუსტად აქ როგორც მშობლის, ასევე დირექციის პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი, ვინაიდან უნდა ხდებოდეს მშობლებთან ურთიერთობა, იქ ხომ არის სკოლებში სპეციალური მშობლის საბჭოები არსებობს, აქ უნდა განიხილებოდეს ეს საკითხები, უნდა იგეგმებოდეს თუ ვინ რა აღონიზებებს გაატარებს იმისათვის, რომ თავიანთი სკოლის მოსწავლეები იქნეს დაცული და რაც მთავარია აქტიურობა ყოველთვის კარგი არის, ვინაიდან არის ბევრი სკოლა, მით უმეტეს რეგიონებში, სადაც ხშირად არ არის ინფრასტრუქტურა მოწყობილი, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, სკოლის დირექციასაც აქვს გარკვეული ვალდებულება იმისათვის, რომ თავისი სკოლის მოსწავლეები დაიცვას, მიმართოს მუნიციპალიტეტს, მერიას, შეატყობინოს სკოლაში არსებული რისკების შესახებ, მაგალითად თუ არ არის გადასასვლელი მოწესრიგებული, იგივე ნიშანი თუ არ აყენია, ან თუ რამე საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურა არის ირგვლივ. აი ესეთი რაღაც შეტყობინებები უნდა მეიტანოს და უნდა ხდებოდეს სწრაფად ამ ყველაფრის მოგვარება. არ შეიძლება მხოლოდ დაველოდოთ და უსასრულოდ ველოდოთ წლების განმავლობაში თუ ვიღაცა მოგვაკითხავს და სკოლაში რაღაცას მოგვიგვარებს. ანუ თითოეული ადამიანის აქტიურობას აქვს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ საკითხებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე მე მინდა მოვუწოდო იმ სკოლებს, მშობლებს, რა თქმა უნდა, ბავშვები ამთავრებენ სკოლებს და ზოგი შეიძლება 17 წლის არის და ვიცით რომ ჩვენი კანონმდებლობით 17 წლიდან შესაძლებელია მართვის მოწმობის აღება და ძალიან ბევრი სკოლაში უკვე მანქანითაც დადის, აქედან გამომდინარე მაქსიმალურად გავაკონტროლოთ ჩვენი შვილები, ვინაიდან საერთაშორისო დაკვირვებით და კვლევებით ჩანს რომ თუ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს ავტომობილზე და არის ბავშვი, მას არ აქვს ჯერის უნარები განვითარებული. ხო, ვფიქრობთ, რომ უნდა აიწიოს ასაკი, ვთქვათ, როდესაც ადამიანს შეიძლება მიეცეს მართვის მოწმობა. 17 წელი ძალიან ახალგაზრდა არ არის ამისთვის, პატარა ასაკია. ზოგიერთ ქვეყანაში პირიქით 21 წელიც არის და 20 წელიც არის, თუმცა ეს 17 წელი ჩვენც ვფიქრობთ, რომ არ რელევანტურია და უფრო კარგი იქნებოდა 18 წლიდან იყოს და ამასთან ერთად აუცილებლად უნდა გქონდეს სისტემა ახალბედამძღოლებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ ქვეყნებში ახალბედამძღოლები უფრო ორმაგად სანქცირდებიან, ვიდრე ჩვეულებრივი მძღოლები. მაგალითად, თუ ახალბედამძღოლი 2 წლის განმავლობაში ნასვამი დაждდება, შეიძლება საერთოდ 5 წლით აუგზავნოთ მანქანაზე ჯდომა და ეს იქნება ის მიმართული ნაბიჯები, რომელიც ახალგაზრდებს უფრო შეაჩერებს სამართალდარღვევებისკენ. სისტემური მიდგომაც ალბათ ამაში მდგომარეობს და თქვენი სტრატეგიაც ალბათ რომელზეც მუშაობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად ითვალისწინებს აი ამ დეტალებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი ჩვენთან მოგზაურობისთვის. ვუთმობთ საგზაო საფრთხეობას ყოველთვის მზად ვართ. რომ მივიღოთ ჩვენს მონაწილეობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საქმეში, რასაც ქვია აი უსაფრთხოება და საგზაო უსაფრთხოება, რასაც გულისხმობს ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ბატონი ირაკლი იზორია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, იყავით ჩვენთან ერთად. ამით დასრულდა დღევანდელი ერთსულენების დილა. მე ელისაბედ აბულაძე ვიყავი თქვენთან ერთად. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ ამაღლების დღესასწაულს და შეგახსენებთ რომ დღეს ბუნებრივია ყველა ტაძარში აღესრულება სადღესასწაულო ლიტურგია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე სადღესასწაულო წმინდა ლიტურგიას აღასრულებს საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში და წირვა დაიწყება 10 საათზე. მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.